გამარჯობა. ბიუჯეტური, შრომის მოყვარე და პრაქტიკული. სწორედ ესეთია Poco-s M7 და M7 Pro მოდელები. მოდი გავარკვიოთ რა განსხვავებებია მათ შორის და რატომ ღირს მათი შეძენა. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ Zoom-ის არხი, რათა არ გამოტოვოთ ტექ სიახლეები. Poco smartphone-ების ბრენდია, რომელიც თავიდან Xiaomi-ის ქვებრენდი იყო. ხოლო მოგვიანებით გამოიყო მას და ცალკე ბრენდად ჩამოყალიბდა. მისი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს პრაქტიკული და ბიუჯეტური smartphone-ები. ამ ბრენდის smartphone-ებს ხშირად აქვს ფლაგმანებისთვის დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა AMOLED ეკრანი, სწრაფი პროცესორი და ძლიერი ელემენტი. თუმცა, ამ ფუნქციების შეთავაზება მცირე კომპრომისების ხარჯია შესაძლებელი. გახსოვთ ის დრო smartphone-ების პროვაიდერებს არაფერი რო ენანებოდათ? ხო და Poco-s ახლაც არაფერი ენანება. M7 მოდელს მოყვება Type-C კაბელი, 33 ვატიანი დამტენი და დამცავი кейსი. რაც შეეხება M7 Pro-s, მის ყუთში იგივე აქსესუარებს იპოვით, თუმცა ამ შემთხვევაში 33 ვატიანის ნაცვლად 45 ვატიანი დამტენი გვაქვს. Poco M7 მოდელის ძირითადი უპირატესობაა მისი ელემენტის ხანგრძლივობა და მყარი ყოველდღიური პერფორმანსი. მას აქვს პლასმასის კორპუსი და საკმაოდ სუფუქია ხელში. ეკრანს აქვს IPS LCD პანელი, Full HD+ რეზოლუცია, 154 Hz-იანი refresh rate და 850 ნიტიანი სიკაშკაშე, რაც უზრუნველყოფს ცოცხალ ფერებს და glue visuals. ტელეფონი იყენებს Snapdragon 685 ჩიპსეტს, რაც იდეალურია ყოველდღიურ თასკებთან გასამკლავებლად. თუმცა მძლავრი AAA თამაშების ხარდაჭერა არ აქვს. 7000 მAh-იანი სილიკონ-კარბონის ელემენტი ამ მოდელის მთავარი ჰაილაითია, რომელიც მომხმარების ჩვევიდან გამომდინარე 2-3 დღე დატენვას არ საჭიროებს. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, M7 იყენებს Android 15 და HyperOS 2-ს. მომხმარებელს შეუძლია lock screen-ი, აიქონები და ფონტები თავის გემოვნებას მოარგოს. Smartphone-ში ჩაშენებულია Google Gemini, თუმცა ფლაგმანებისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობაში AI ვერ ახერხებს რთული კომპლექსური დავალებების შესრულებას. რაც შეეხება კამერას, Poco M7-ს აქვს 50 მეგაპიქსელი მთავარი კამერა და მეორე დამხმარე კამერა. ტელეფონი იღებს სტანდარტულ ფოტოებს და მას ასევე აქვს ღამის რეჟიმიც, რომელიც საშუალებას გაძლევს დაბალი განათების პირობებში შედარებით გარჩევადი ფოტოები გადაიღოთ. Poco-s ეს მოდელი იღებს ვიდეოს 1080 HD რეზოლუციით 30 კადრით წამში. M7 იდეალურია თქვენი ყოველდღიურობის აღსაბეჭდად, თუმცა პროფესიონალი ვიდეო კრეატორებისთვის ის ნაკლებად გამოდგება. ეხლა კი მოდი გავიგოთ რას გვთავაზობს Poco M7 Pro. როგორც წინა მოდელი, M7 Pro სუპერ ბიუჯეტური smartphone-ია. ამ მოდელს M7-ისგან განსხვავებით აქვს 6.77 ინჩიანი AMOLED ეკრანი, Full HD+ რეზოლუციით, 120 Hz-იანი refresh rate და 2100 ნიტიანი სიკაშკაშით. შესაბამისად, წინა მოდელთან შედარებით გვაქვს გაუმჯობესებული ფერები და გამოსახულება. M7 Pro-s აქვს დახვეწილი დიზაინი და მისი პლასმასის კორპუსიდან გამომდინარე იწონის სულ რაღაც 190 გრამს და ძალიან კომფორტულია ხელში. მას აქვს გამძლე 5100 mAh-იანი ელემენტი, მარტივად უმკლავდება დღიურ ინტენსიურ მოყენებას და აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი იტანება მალე თავისი 45 ვატიანი დამტენით და არ ჩამოურჩება ბევრ ფლაგმანს ამ ასპექტში. Poco M7 Pro-საც აქვს ორი კამერა და აქაც გვაქვს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს ვიდეოს 180 HD რეზოლუციით 30 კადრით წამში. არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე მოდელს, Poco M7 და M7 Pro-s აქვს expandable storage ხარდაჭერა. ანუ microSD ბარათს მოათავსეთ smartphone-ში და საგრძნობლად გაზრდით მეხსიერების ტევადობას 2 ტერაბაიტამდე. გახსოვდეთ, რომ microSD ბარათი ერთ-ერთი სიმბარათის ადგილს იკავებს. Poco M7 და Poco M7 Pro განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ხელმისაწვდომ smartphone-ებს თანამედროვე ფუნქციებით. ძლიერი ელემენტი, დიდი მეხსიერება და სხვა ფუნქციები მომხმარებელს თავაზობს სანდო smartphones, რომელიც ყოველდღიურ დავალებებს მშვენივრად უმკლავდება. არ დაგავიწყდეთ, რომ Poco M7 და M7 Pro მოდელები Zoom-ში გელოდებათ.